მადლობთ გულთბილის ორგანიზატორს. ურავის გამოსვლის შემდეგ არც კი საჭირო ყველგან ტომატების დაგარება. მე არ მოვსულა დღეს აქ მისათვის რომ როგორც შეიძლება მომხდომე ამაშვილობა მივეფეროთ თავს დახედება დაგისვათ შევაქოთ და ასე შემდეგ. რამდენიმე წუთს დავიკარებ და მინდა ვესაუბროთ თქვენთანაც როგორც თანამოაზრეს როგორც თანამედროვეს ახალი საქართველოს შენებლობის აქტის მონაწილეს რომლის გარეშე ის ბედნიერი და საოცნობო სამშობლო აღარ შეიძლება. მე მინდა დღეს ასე ვთქვათ თავარი მოტივი ჩემი მოსვლისა გამოხატო იმით რომ თვითონ ქვეყანას ვთხოვო ძალიან სერიოზულად უნდა დავეგაზოთ. საკუთარ თავში უნდა აღმოჩინოთ იმაზე მეტი ძალა, იმაზე მეტი ენერგია და თუ გლებავთ იმაზე მეტი ცოდვა, რაც ჩვენ გაგვაჩნია. დღეს საქართველოს ბედი ცდება. დარწმუნებული ვარ, მრავალ ათასწლოვან ისტორიაში საქართველოს სწორედ დღეს უახლოეს 25 წლის განმავლობაში დავა იმ ნიშნაზე, რომელზე უცნაურად ვერც ჩვენ წინაპარს ვერ შეეძლო. მე მინდა გთხოვოთ დაგვეხმაროთ არჩევნების უღებაში. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა და საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა მომავალი არჩევნები გამოიყენოს. მაგრამ ამასთან ერთად მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ დიდ ზაზაბულობასთან, შრომასთან, კარგ სიარულთან, ხანდახან გამამცირებელ საუბრებთან იქნება ეს დაკავშირებული. მე მინდა რომ ჩვენ ამ ბრძოლაში, წმინდათა წმინდა ბრძოლაში, ქვეყნისათვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერებისათვის, წინ გვიწყოდოს ერთი რამ, სიმართლე, ჭეშმარიტება. მხოლოდ სიმართლის სიტყვებით შეიძლება დღეს გაესწავლოთ ადამიანებს. და მოდი და შევთანხმდეთ, საუბარი დაიწყოთ იმით, რა ვერ შევძელით, რა ვერ გავაკეთეთ. და აქ უკვე თქვენ შეება მეგობრებმა, ბატონმა ზურაბმა, სხვებმა, ძალიან ბევრი წარეს სიმართლე. მაგრამ მე მაქვს შეხვედრები ჩვენ მოსახლეობასთან, ისე როჩი მრავალ კოლეგას. როცა სიმართლესთან და ეს სიტყვა ზურაბმა იხმარა და სხვებმაც უცვლელობა ადამიანებთან ურთიერთობაში, ელექტორატთან მუშაობაში, აუცილებლად ყოველდღიურ კავშირში. ეს აუცილებელი ელემენტია. ვერ შეძლია ბევრი რამ, რაც გსურდა, რაც გვინდოდა და რაც შეიძლებოდა გავეკეთებინა კიდევ, რომ არა ბევრი ესეთი ჯერბილი, რომელიც ჩვენ წინაშე არ იმართა. აქ ახსენეს, ნავსების სწორად, რომ საქართველოს ერთ-ერთი რეკორდსმენი ქვეყანა იყო საერთო ეროვნული პროდუქტის ზრდის თვალსაზრისით ყოფილ საბჭოთა და ყოფილ სოციალისტურ სივრცეში ორი წლის განმავლობაში. და მე მოხდა ყოველად გამოთვალისწინებელი რამ, რაც არათუ საქართველოში, არამედ სხვა დიდ ქვეყნებში, დიდი გამოცდილების ქვეყნებში გაითვალისწინეს. ეს იყო ხარისხალი მსოფლიო კრიზისისა, ეკონომიკური კრიზისისა, რომელსაც გადაუვარა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას და მათ შორის ისეთ ფაქის წარმონაქმნს, როგორც ქართული სახელმწიფო ჯერჯერობით ჯერჯერობით.
ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც ვერ გამიხსენებს. ამის გამო ის სიძულჭირე მატერიალური, ფინანსიური გასაჭირი, რაც თვითონ ოჯახს ძირითად ნაწილს ჩვენი საზოგადოების საჭიროა ვერ გავახერხა მას ვერ მეცით ისაც უნდა მისცეს რა ჭირდება ჩვენ უნდა ვთქვათ რატომ ხდება ეს ჩვენ უნდა ბოდიში მოვხადოთ ჩვენ საზოგადოება და ჩვენ ხალხს მაგრამ ამავე დროს უნდა აუხსნათ მიზეზები უცბერად მართალი სიტყვით საფრანგო არგუმენტების მეშვეობით არა პოლიტიკური ფაქტებით არამედ რეალობის სინამდვილიდან გამომდინარე ჩვენ უნდა შევახსენოთ ამასთან ერთად რით დაიწყეთ ზურაბმა გაიხსენა ჩემი ჩამოსვლა საქართველოში 90 წელს და ხშირად ხშირად მithვალეს ეს იყო ადოდებული კუპრი თვითონავიდან ჩამოდიოდი ასეთი შეგვიძლია მქონდა სწორედ აი ადოდებულ კუპში ჩამოშვის და კიდევ ხშირად მithვალს რომ ნორმალური პოლიტიკოსი არ ჩამოვიდოდა არავითარ შემთხვევაში რომელსაც გარანტირებული ჰქონდა სხვადასხვა ათასკანიანი პერსპექტივა მაგრამ ლევანდებული კარი შეცვალა чем похвалится комиссар Вещей домашнего Что как далее сисрит прелиомер, златан прелиомер Вещей домашнего пикра Ромес игрецовებული артулосовый конфликт ეს პროცედურული მოხალისეებისაა და ის იგივე აფხაზეთის კონფლიქტი. იქაუთა ასე ვთქვათ სინდიზეებს და არა მარტო იქაუთა, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოში არიან და თავისუფლად არსებობენ. იმ კონფლიქტის თავდანაცვლად შეიძლება და იმ გუდრების თავდანაცვლად შეიძლება. ანდა სამოქალაქო ომი, ანდა ის სამეგრელო რომელზეც აქ ხალხებით სწორად ბატონი გაბესონია და შევიამო, რომელსაც 1000 სენატის წარმოადგენელი 1000 ქარიშხალმა გადაიარა. თქვენ წარმოგიდგენიათ რა გამიარა. აქ ახსენეთ კოპიანებისა და ავტომატიზაციის ადამიანების თარეში დღისი და ღამე აუთანების როლები ადამიანთა კვლევები, გაფაცებები და სხვები მრავალი სხვა ყველაფერი ეს საქართველოს გადაიარა. და როცა ჩვენში ანარქია, ქაოსი თავის კულმინაციას, ანარქია და ქაოსმა თავის კულმინაციას მიაღწია 1992 წლის მეორე ნახევარში. მე არჩიე გზა, ერთადერთი გზა დემოკრატიული არჩევნების შეყარებას. და მე უშვებდი, დაახლოებით 90% მე უშვებდი იმას, რომ ეს იქნებოდა ჩემი მარცხი და ჩემი მეგობრების მარცხი. მაგრამ ჩვენი ხალხი გაბრძენდა ის შეცდომა, რომელიც მან თავიდანვე დაუშვა, ის არ გაიგო. მე მახსოვს, მაშინ აფხაზეთში ვიყავი, ოჩამჭირეთში, ვით სოხუმში, აქეთ სხვა რაიონებში. როცა ტყვის წვიმა მოდიოდა, აი ამ ტყვის ქვეშ ამორჩეველი მიდიოდა საარჩევნო კუთებთან და მათ გააკეთეს ის არჩევნები, რომელიც უნდა გააკეთებინა. და რომელიც ალბათ ერთადერთი გზა იყო საქართველოს გადარჩენის. ჩვენ მაშინავე ვჩიეთ დემოკრატიული განვითარების გზა. ძნელი იყო მაშინ იარაღიან ადამიანთან, თორფიან კაცთან ილაპარაკო დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, პრესის თავისუფლებაზე, ტელევიზიის თავისუფლებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ძნელი, მაგრამ ჩვენ ეს გზა არის. აი ხა თუ გვიგვის ხანდახანიცი და ჩვენ ვერც ვიმავში, ბევრი ჩვენთანი ისაც არ აქვს, იმის საშუალება რომ ხშირად მოინახულოს უცხოეთის მოვალეობა. რატო სარგებლობს საქართველოს ასეთი მაღალი საავტორიტეტი და მაღალი სახელი? რატო სარგებლობს? იმიტომ რომ დობა მოიხვეჭ. ის რაც თქვით 90 წელს უმძიმეს დღეებში მე მახსოვს პირველი ჩამოსვლა ბატონი გენშელის ამაში მე ბეიკერი მოყოლა მე შევი და სადაც მოყაცები მათ არ ჯეროდა იმის რასაც მეუბნეობდი თქვენ არის ჩვენი ხალხის პოტენციალი ჩვენი ხალხის ნიჭი ჩვენი ხალხის ინტელექტი ჩვენ სულ რამდენიმე წელი გინდა სოლის მოთქვა გინდა თქვენი ხარდაჭერა გინდა და ჩვენ ქვეყანა გავხდეთ სახელმწიფო სალაშქროდ დემოკრატიული სახელმწიფო Every number of shapes that it will be five that person is
და ჩვენს გულწრფელი, აბსოლუტურად გულწრფელი და გულახდილი უნდა იყოს ხალხის წინაშე. მაგრამ ამ დროს ჩვენ გარანტიაში ვქონთ იმისა, რომ ყველაფერს მოვახსოვთ და ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არის დემოკრატიული, ეროვნული, ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფო არის. ეს სახელმწიფო იძლევა იმ გარანტიას და ამ სახელმწიფომ მოუტანა ის სიკეთე, მინიმალური სიკეთე, რაც ჩვენ მოსახლეობას განაჩნია. აქ უკეთეს 1,100,000 ოჯახი გახდა მიწის მესაკუთრე. და მე უდიდესი სიამაყის ზნობით შევძლებთ დავდივარ ახლა ზოგიერთ რაიონში, როცა დრომავს და ვაბარებ ქართველ გლეხს, ქართველ მეუღლეს, მეწარმეს, მოძრობას, პრეზიდენტის ხელმოწერით, იმის შესახებ, რომ ეს იქა მისია და მისი შთამომავალისა ვერავინ აღწერილი. ეს არ არის ერთი დიდი გამარჯვება, ერთი დიდი გამარჯვება. რომელმაც შეცვალა ბუნება აი ამ დარბაზში დაახლოებით ამდენიმე ადამიანი იყო ამ სამი თვის წინ. ესენი არიან ეგრეთ წოდებული საკრედიტო კავშირის წევრები. ლესობა მეუღლე თვითონ მიხვდა, თვითონ მარტო ხელა ვერ შეძლებს მოერგოს იმისას, რომელიც მას სახელმწიფო საკუთრება აღიარა მისაკუთრება აღიარა. თვითონ დაიწყეს გაერთიანება. როცა ჩვენ რაღაც მოლიკატები გამოუძებნეთ, ხარშავებდა ევროკავშირი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დაიწყეს დაფინანსება, ბანკების შექმნა დაიწყო. ბანკები ამოწმავდნენ ჩვენი ბანკები და საკრედიტო კავშირებს გაუჩნდათ საბრუნავი საშუალება. მე ვთხოვ ახალგაზრდებს, აი ახალგაზრდა ეკონომისტი გამოვიდა ძალიან კარგად, ჩავიხედოთ რა არის. ეს ახალი მოვლენა. ეს ახალი ადამიანები არიან, ეს ჩვენ ვერ მივეცით ყველა სიტყვის საშუალება, მაგრამ ვინც თქვა, მე გამოვაოცა, იმიტომ რომ 1000 შეკრებაზე ვყოფილვარ, 1000 კრებაზე, მაგრამ ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, სიხარული და სიამოვნების კულმინაცია, იმიტომ რომ მოვიდა სხვა ხალხი მოვიდა. გუშინდელი კოლონიების წევრი, გუშინდელი სამშობლოების მუშა, ეს უკვე სხვა კაცია, სხვა ადამიანია, სხვანაირად და მოსაკეთებად თქვა, ბატონ მაცისკანიშვილმა კარიერა გაუგო ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩვენ მოხმარება დღეს და თავისთავად ეხმარება, რომ ანგარიში ისალა ყოველი თეთრის, ყოველი კაპიკის როგორც ალბომზე. ეს სხვა ადამიანი მოდის. ამ ადამიანებს შეხვდი გუშინში კარალებში. ეს სულ სხვა ხალხია. მე ადრეს არ მართლა სიამოვნებაში კოლონიების და სამშობლოებში. ეს სხვა ხალხია. ეს არ არის მონა, ეს არის გამონებული ადამიანი. ეს არის თავის პატრონი, რომელიც ისეთ უძას ფეხი თავის მიწაზე, მშობლიურ მიწაზე, და იცის, რომ აღარ არსებობს არც საუკუნეში მას არავის შეეგრება ამ საკუთრებაში, ამ საკუთრების უფლებაში. მე ბევრი მომენტის თვალსაჩინო ვიდი. გითხარით, მეგობრებო, დაიხო რა საერთოდ სკოლა საქართველოში, სადაც კი ოდნავ საშუალება არის კონტინენტის. არც ერთი სკოლა არ გაყოფილა. აფხაზეთიდან გამოყვანილი სკოლები არც ერთი სკოლა არ გაყოფილა. უმაღლესი სასწავლებელი აფხაზეთის შევინარჩუნე, თეატრი შევინარჩუნე, თეატრები შევინარჩუნე. რომელი თეატრი დაიხურა საქართველოში ამ წლებში? და ერთი 25 თეატრი ახალი გაიცა. როგორ დონეზეა ჩვენი კულტურა დღეს? რაიმეთი ჩამორჩება იმას, იმ დიდ კულტურას ვაჭრობდით იმ უმძიმეს წლებში, ყველანი ერთად, ჩვენი ხალხები და ჩვენი დიდი მოღვაწეები ლიტერატურის ხელოვნებისა. კი არ ჩამორჩება წინწალები. დღეს საქართველოს ხელოვნება, საქართველოს კულტურა სოფლიო სტანდარტების დონეზეა. ამიტომაც ვუყით, რა მოხდა საქართველოში? მოხდა ის, რომ ჩვენ ყველაზე მეტად თუ არა სხვაზე ნაკლებად არის ფასი თავისუფლების. კიდევ სოლომენტები. იგივე ვალტის შემდგომა. ეხლა ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან ცუდი ეტაპია არჩევნებისათვის, ძალიან ცუდი დროა. იმიტომ რომ ბევრი ადამიანისათვის გაუცელებელია ახასობით ადამიანის არ მივიდა პრესია, თანხმობა და სხვადასხვა და ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, აი ის უნდა უთხრათ, როდის დაიფარება რა, როგორი გრაფიკები იქნება და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს მე შეგახსენებ 85 წლის არჩევნების წინ, როცა ჩვენ საქმე ჰქონდა
გაბონებულ კუპონთან ერთი თვით, ორი თვით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება. ორი თვით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება, შემოიღოთ ახალი ეროვნული ვალუტა. მე მაშინ ბევრი მეუბნებოდა, როგორ შეიძლება? ეს ნიშნავს თვითმკვლელობას. ეს ისეთი რისკია, რომელსაც გამართლება არ გააჩნია. ეს არჩევნები ჩავატაროთ, მოვითაოთ და მე დაუბრუნდეთ რასტურის რეფორმის ამბავს. მე კიდე მიმაშლა ჩვენ მეგობრებთან, ჩვენ თანამოაზრეებთან ერთად. სწორედ იმ გადამწყვეტ მომენტში უნდა გვერდქვა ჩვენი სიტყვა. სწორედ იქ უნდა დავწოდებული და ვიჭერს ხალხის ხალხს, მოყვება ხალხის გარდაუქმება და ხალხმა დაადასტურა ჩვენმა მოსახლეობამ. ძერმა ჩვენმა ადამიანებმა ჩვენმა მოსახლეობამ ის მიდის სინათლისაკების საფუძვლად, უკეთესი ცხოვრების საკითხებსაც. გზად არის გაუძლოს გასაცდელს, მაგრამ იმედი უნდა გქონდეს. იმედი თუ ჩაუდგა, ეს უბედურება იქნება. და ეს არ მოხდა. ჩვენ დღეს სულ სხვა ქვეყანა. სულ სხვა ქვეყანა ის უნდა დავყოთ და ევროპის კარი შევავერტოთ, ასე უნდა ყოფილიყო. ჩვენ ისე დავყოთ ახალ აპროშის გზის აღორძინებაზე. ვიღაცა ვთქვა, რომ შევარდნადე ის ფარნავაზის დროინდელ გზის ისეს თავისთვის. არა, მე ერთი ხარდი ჯუნდი ვისი რამიცისება მინდა. მე ვიბრძოდი და ვიბრძოდებ კიდეც იმისათვის, რომ აბრეშუმის გზა აღორძინდეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი გზა არის საქართველოს აღორძინების. და არა მარტო საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, ჩვენი მეზობლების, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ჩვენი დაკავშირების გზა არის ევროპასთან, იაპონიასთან, ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან, მსოფლიოსთან. და ეს აღიარებულია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური საკვანძო ქვეყანა არის ამ დიდი პროექტის გამოცდილების საქმეში. და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ. სხვათა შორის ვამბობთ ახლა ჩვენ ისე, რომ თვითონ იგულისხმება ეს სუქის, ბაქოს სუქის ავტოსადენი. ბაქოს სუქის ავტოსადენი შემოსხდა ჩვენი სანდოობა. რამდენად სანდო პარტნიორი ვართ ჩვენ. ვართ თუ არა ჩვენ ასე ვთქვათ სტაბილური ქვეყანა. შეიძლება თორე ერდო საქართველოს. და გაიმარჯვა ამ იდეა. აშენდა ჩვენმა ხალხმა თვითონაც ისარგებლა 25 მილიონი დოლარი ხელფასის სახით მიიღო ჩვენო მოსახლეობამ ეს სხვა სიკეთეზე აღსავლა. ამის შემდეგ მივიღეთ დეკლარაცია ის შესაძლოა გვაფენდეს აკრო თბილისში ჩიხანის დიდი ნავთობსადენი, რომელიც 10-ჯერ დააგებია სიკეთეს მოუწას ქვეყანას და 1000 და 1000 ადამიანს დაასახელა ჩვენ სპეციალისტებს, შემოგვიყვება უბრალოდ მუშები ადამიანებს. ამის შემდეგ შედგა გადაწყვეტილება მის შესახებ, რომ ტრანსპორტული გასადენი სწორედ საქართველოს გაეროს თურქეთში მიმავალი. ესეც მილიონები და მილიონებია და შეიძლება ასეული მილიონებია მომავალში საქართველოს. უამრავი ასეთი გეგმა არსებობს, უამრავი ასეთი პერსპექტიული პროექტი არსებობს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რას ნიშნავს, რომ ჩვენ დობა მოვიყვეთ. დობა დაისახა ჩვენი პარტნიორებს. მე მიანაღება მაგალითად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი ფიქრის შემდეგ და ბევრი დისკუსიის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა არ სულ ასე ვთქვათ ჩვენი თხოვნისა და ხელშეწყობის გარეშე მიიღო კანონი დიდი აბრეშუმის გზის სტრატეგიის შესახებ, რომელშიც ჩაწერილია შავით ფერზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, ადმინისტრაცია ვალდებული არიან გაეხმარონ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებიც ასე ვთქვათ ცენტრალური საქართველოსი არიან დიდი აბრეშუმის გზაზე. ესე იგი ჩვენ ამ უზარმაზარი პროექტის მონაწილეები ვართ. ჩვენი პროექტის მონაწილეები ვართ, რომელიც განხორციელება მიმდინარეობს ევროკავშირის ეგიდით, ევროკავშირის ხელმძღვანელობით. ევროკავშირი აფინანსებდა და მრავალი განშტოება გააჩნია ამ პროექტს. ეს ხომ ვალიდებულია. არა იქეთ, რომ კიდევ სხვა საუბრებში ეს უკვე დაწყებული პროექტია. უკვე რეალიზაცია ხდება მათი. და მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ამ 4 წელიწადში შეუძლებელი გააკეთა. მაგალითად, ბევრს არჯერა, როცა მეგონა ბატონი იურაბი იყო ამის შესახებ. არჯერა, საქართველოს პარლამენტმა ამ სამთვალთველახების განმავლობაში 750 კანონი მიიღო.
არა სხვა სახელმწიფო ასეთი. რატომ მოხდა? როგორ მოხდა? მოხდა იმიტომ, რომ პრეზიდენტი და პარლამენტი მისი ძირითადი შემადგენლობა პარლამენტისა მუშაობს ფიქრობს ერთი მიმართულებით. ჩვენ შევქმნით ის საავადმყოფელი ბაზა, რომელმაც მოხდა სამართლიანი შეხვედრებია დიდი რეფორმები, თუნდაც პრივატიზაცია, თუნდაც იდეური მიწის რეფორმა, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა. ციაგისეულის გამოყენების საუკეთესო საწოლები, უცხოური ინვესტიციების მოძების პირობები. საქართველოში დიდი ნავთობია. ჩვენ დავიწყოთ უკვე წელს დავიწყოთ ბურღვებს და გაიხსნა ალბათ მთელი ძალიან გაჩაღდება ეს სამუშაოები. დიდი ნავთობის ქვეყანა იქნება. მაგრამ ყველაფერს არა, ყველა სიკეთე, თუნდაც სიკეთე გაგვაჩნია არის ის, რომ პრეზიდენტი და პარლამენტი ასწია ჩვენი კონსტიტუცია მუშაობენ შეთანხმებულად. ბევრი ეს კანონთაგანი შეიძლება აღოსტოვე ფესტივალში, ბევრი თვით პარლამენტში და 750 კანონი. აი ამას ვაყობ ციფრებს, საკუთარ ჩაუყრით რა შეიძლება, რა დონეზეა ეს კანონები, რა თქმა უნდა, ჩვენი მწვერვალის ექსპერტები, სპეციალისტები დახმარებით ბევრს აარჩიეთ. და კიდეც ამბობ, ეს პარლამენტი რომ ჩვენ დავიწყოთ ფერი გაუწევი შესწავლა. ჯერ შორსა, მაგრამ ედობობა. მოამიღრო, როცა ჩვენ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც თავისუფალ მოქალაქეთა, სრულფასოვან, თანასწორდებიან მოქალაქეთა თანამეგობრობა სამაგალითო იქნება და სამაგალითო იქნება ჩვენი ქვეყანა მოსახლეობის ეთნიკობის თვალსაზრისით. აი ეს არის მინდა თქვენ სიმართლის მამიდეს შემოჩენილ შემოგვეკრა. ზოლა სამპროცესოს ხასიათის დაახლოებით ძალიან ძლიერი იქნება ჩემთვის მოგვიყვება. მაგრამ სიმართლე ჩვენთანაც ლოგიკის თელი ლოგიკის სიმართლე ისი სიმკაცე თელი ჩვენთანაც და ჩვენ შეგვიძლია საუბარი ყველასთან. მე არ მინდა ისიც დავყავოთ ის რასიზმი ოფი უძილო ხალხები, თქვენი, ჩემი, ყველასი, ტელეხალხის უძილო ხალხები არის მოყვება. ეს არის თავისუფალი არჩევანი, საქართველოს თავისუფალი არჩევანი. ეხლა ამბობენ, რომ ჩვენ დასავლური ცივილიზაციისაკენ ვიდით, ზოგი ამბობს ჩრდილოეთისაკენ უნდა წავიდეთ. არა, ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რამაც დაგვირჩიეთ. ეს არის დემოკრატიული ღირებულება და სოფლიოს პროგრესული ასოციაციის პროგრესული ადამიანების მიერ არჩეული გზა. ეს არის თავისუფლებისა და აყვავების გზა. შეიძლება ეს ამერიკასთან იყოს დაკავშირებული, შეიძლება ევროპასთან. რუსეთი დაადგეს ამ გზას. ჩვენ ვიყვასავთ ის მაგალითად, მართლა სახელმწიფოებია, რომ მათაც უჩი, პრეზიდენტობა დაუჭირთ. ამიტომ დღეს შებრუნება მეგობრებო და ახლა ასე ვაკეთებ შემოშვილო. დღეს შებრუნება უკან ამბიჯის გადაგონა ეს არის ქვეყნის გაცილება. ეს არის დაუკვირისა, რასაც ამდენი მოფლით და დაგვით არის მოყვანილი. ხოლო თუ წინ მივლით, კიდევ და კიდევ ახალამიძეს გადავდგან წინ, ეხლა უკვე ფუნდამენტი გვაქვს, რომელსაც ქვია ქართული სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ წინ მივლით, ჩვენ ძალიან სწრაფად ვამბობ მიზნამდე. დარწმუნებული ვარ ამაში და ვისურვებ, რომ აი ეს სიამოვნება, ეს სიხარული ჩვენ ხომავლებს, ჩვენ შობლებს არ მოგვეღებოდა რა შეიძლება ახლა